მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ ვახტანგ ჭაბუკიანზე. ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წელს დაიბადა 25 თებერვალს ძალიან ხელმომჭირნე ოჯახშია იგი დაბადებული. უფროსი ვაჟი იყო და თავის ოჯახს კიდევ 4 დედმამიშვილი ჰყავდა. ძალიან ეხმარებოდა. ისინი პატარა ხის სათამაშოებს აკეთებდნენ და ასევე კალათებს წნავდნენ და აი ერთ-ერთი ასეთი შეკვეთის მიტანის დროს გადაწყდა ფაქტობრივად მისი ბედი. პერინის სტუდიაში მიიტანა მან ეს შეკვეთილი სათამაშოები და საბალეტო სტუდიაში აღმოჩნდა შემდეგ და აი ამ საბალეტო სტუდიიდან იწყება შემდეგ მისი შემოქმედებითი აღმასვლა. მას ყავდა ერთ-ერთი და თამარი, რომელიც უზომოდ უყვარდა. თამარი იყო გაუთხოვარი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ მარჯანიშვილზე, უსარმაზარ ბინაში, სადაც ყველა იკრიბებოდა დიდი სიხარულით. დეები, დიშვილები, სიძეები, დიშვილიშვილები და იყო ჟრიამული უზარმაზარ მაგიდასთან სხდებოდა ყველა, ქათქათა სუფრა გადაეფარებოდა ხოლმე და იყო ძალიან საინტერესო საუბრები. აქ უამრავი კულტურის მოღვაწე მოდიოდა, იყრიდნენ თავს და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი ჰქონდათ მის ახლობლებს, მის ნათესავებს, მის მეგობრებს და მის უსაყვარლეს დიშვილიშვილებს. მას ჰქონდა ასევე სახლი წყნეთში და აი ამ წყნეთშიც უსაყვარლესი აგარაკი იყო მისი და ძალიან კაპაციცებით უვლიდა თვითონ თავისივე ხელით ბაღს. მოსწონდა ბუნება, შეყვარებული იყო ბუნებაზე, რგავდა უამრავ მცენარეს, ვარდებს, ტიტებს, წყალს უსხავდა, ახალ ნარგავებს, ხეებს. მეზობელი, მის კარის მეზობელი იხსენებს, რომ უზომოდ იყო შეყვარებული ბუნებაზე, ხელსაქმეზე, არაფერი არ ეზარებოდა და ამავე დროს ძალზე ყვარებია ცხოველები. მის სახლში წყნეთში ერთი დიდი ოთახი მთლიანად გამოყოფილი ჰქონდათ კატებს და ყავდა თურმე უსაყვარლესი ძაღლი ჯეკა და მასთან ერთად ჩადიოდა ხოლმე წყნეთში და ეს მეზობლის ქალბატონი იხსენებს, რომ მეუბნებოდა, რომ ჩემი ძაღლიც მიმეყვანა მასთან და გამოყვებავდა ისევე როგორც თავისას უვლიდა და კვებავდაო. იმდენად კაცთმოყვარე ბუნება ჰქონდა, რომ ვიღაცა შეიძლება გასცინებოდა კიდეც, მაგრამ ბუხარზე უყვარდა თურმე ეგრეთ წოდებული დიდი ბუხანგას, რომ ეძახდნენ, აი ესეთი პურის შემოდება და როდესაც გააფრთხილა ამ ქალბატონმა, რომ შეიძლება თაგვი გაჩენილიყო, ღიმილი თუ თქვამს მათაც ხომუდად კვებაო, ჩიტებს კვებავდა, კიდევ ხორბლით აივანზე უყრიდა მათ და აი უზომოდ შეყვარებული იყო ბუნებაზე და ბუნების ქმნილებაზე, თითოეულ შექმნილ ცოცხალ არსებაზე. მისი ოტელო ანშლაგით გადიოდა და ისეთი დიდი ფურორი მოახდინა. 2 წლის განმავლობაში ოტელოს სცენიდან არ ჩამოსულა, ანუ ეს სპექტაკლი სულ იდგმებოდა და წესრიგის დასამყარებლად აქ იყვნენ ცხენოსანი მილიციელები, რომლებიც იქაურობას იცავდნენ და თაყვანისმცემლების ზღვა დახვებოდა ვახტანგ ჭაბუკიანს. გაიგეს მისი სახლის მისამართი და ვარდები ხდებოდა თავის სახლის კარებთან. ამას ერთგვარად შეუშფოთებია და უთხოვია, რომ გამოჩენილიყვნენ ეს ინკოგნიტო თაყვანისმცემლები და როდესაც ისინი გამოჩნდნენ ახალგაზრდა
გოგონები იყვნენ, ასე 17-18 წლისა, ოპერის ბაღში შეხვდა მათ და უთხრა თავისი სათქმელი დიდი პატივისცემა გამოხატა აი ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ ისიც ურჩია, რომ აბსოლუტურად ყველას აი ამ მუსიკისა და ხელოვნების, ასევე ოპერის სიყვარულთან ერთად თავისი ნამდვილი საქმე მოეძებნათ და შეეყვარებინათ ისევე როგორც მას უყვარდა თეატრი და მას უყვარდა ხელოვნება. შემდგომ ქუთაისშიც წასულა ბალეტი და აი იქაც არაჩვეულებრივად ვერა წიგნაძე იხსენებს, რომ არაჩვეულებრივად მიმდინარეობდა ყველაფერი, უწყობდნენ ძალიან დიდ შეხვედრებს, დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ და მეოთხე სართულზე ჰქონდა მოწყობილი ოპერის თეატრში სტუდია, სადაც შემდგომ ამეცადინებდა ბავშვებს და აი ამ ცხოველების სიყვარულმა მე ვთქვი ვახსენე, რომ ცხოველების სიყვარულმა იგი ლამის სიცოცხლეს გამოასალმა. ეზოში მარჯანიშვილის ბინაში ვთქვი, რომ უზარმაზარი ბინა ქონდა მარჯანიშვილთან, მეტრო მარჯანიშვილთან და აი იქ ეზოში თურმე ყოლიათ ძაღლი, ეზოს ძაღლი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა აჭმევდა, კვებავდა და პატრონობდა და განსაკუთრებით ყვარებია ვახტანგ ჭაბუკიანსაც და როდესაც წაუყვანია ეგრეთ წოდებულ მონიტორინგის სამსახურს და ეს ძაღლი ალიკაპით შეუსვამთ სხვა ძაღლებთან ერთად იმ გადახურული ეგრეთ წოდებული ფურგონები იყო ხოლმე, რითაც მიყავდათ ეს ძაღლები და იმდენად განიცადა ვახტანგმა, რომ სთხოვა ეს ძაღლი უკანვე დაებრუნებინათ, მაგრამ უარი განაცხადა იმ ადამიანმა, ვინც დაიჭირა, იმიტომ რომ იქ სხვა ძაღლებიც იყვნენ და ნამდვილად ვერ შევყოფ მე იქ ხელს, აუცილებლად დამკბენენო. იმდენად დიდი იყო სურვილი ძაღლის გამოხსნისა, რომ თვითონ დაუფიქრებლად შეყო ვახტანგმა ხელი თავისი ეზოს ძაღლი კი გაათავისუფლა, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ძაღლმა უკბინა ხელზე და როდესაც მას შრატი გაუკეთეს, ეს შრატი აღმოჩნდა უხარისხო და ლამის სიცოცხლეს გამოესალმა ძალიან ცუდად იყო კარგა ხნის განმავლობაში. ძნევა დაუვარდა, ვერ დგებოდა ფეხზე და ცუდად გრძნობდა თავს. ძალზე თავისუფლების მოყარე ადამიანი იყო. ჯერ კიდევ აი კომუნისტური პერიოდის დროს უსმენდა იგი ამერიკის ხმას, სწავლობდა ინგლისურს, მოწადინებული იყო და ადამიანი, რომელმაც ლეგენდა შექმნა, მარილების დაგროვება დაემართა მას და შემდგომ უკვე ძალიან ტანჯავდა ეს ტკივილები, როდესაც იგი ფილიპინებზე გადავიდა, იქ მუშაობის დროს მას ჩაუტარდა უსისხლო ოპერაცია, ეგრეთ წოდებული მანუალური ქირურგიული ჩარევა მოხდა და შედარებით შვება მისცა. თაყვანისმცემელი იყო გოგონა ცირა, ამბობს, რომ სპექტაკლები, ძალიან ბევრი სპექტაკლები იდგმებოდა და ერთ-ერთი სპექტაკლი რატომღაც დაიწუნეს და ზარია ვოსტოკაში გამოქვეყნდა, უარყოფითი წერილი უნდა გამოქვეყნებულიყო. როდესაც ეს გაიგო ცირა, მაშინვე ვახტანგ ჭაბუკიანის
დის შვილიშვილთან მივიდა, რომელთანაც მეგობრობდა, რომ გაეფრთხილებინა. ისინი ერთად წავიდნენ ვახტანგთან, ვახტანგი მივიდა ცეკაში ხელმძღვანელ პირთან, რომელსაც ევალებოდა ეს კულტურული სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ეს გაზეთში რა უნდა დაბეჭდილიყო, ის კურირებდა, მას უთქვამს, რომ არაფერი არ იცოდა, ამას ხელს ვერ შეუშლიდა, მაგრამ სამაგეროდ ნახავდა ამის შემდეგ ამ სპექტაკლს თვითონვე და აღარავის მისცემდა უფლებას, რომ რაიმე დაწერილიყო და არასამართლიანი ყოფილიყო დამოკიდებულება ამ სპექტაკლის მიმართ. სჯეროდა ვახტანგს მისი პატიოსან ადამიანათვლიდა, მაგრამ როგორც კი გამოვიდა მეორე დღეს ეს გაზეთი, სპექტაკლი მაშინვე მოიხსნა და მას შემდეგ აღარც აღდგენილა. იხსენებენ მისი მოსწავლეები, რომ ერთ-ერთი ანტარქტის დროს, როდესაც იმყოფებოდნენ უნგრეთში, მის ერთ-ერთ მოსწავლეს ამოვარდნია ფეხი და ამ შესვენებაზე თვითონ ოტელოს ასრულებდა, ოტელოს პარტიას ასრულებდა და მუხლი თვითონვე ჩაუსვა. ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ ფაქტობრივად ვეღარაფერს აკეთებდა ეს მოსწავლე ტკივილისგან და ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი მისი დიშვილის მოგონება. როდესაც ამბობს, რომ კახელი კაცი მისულა ტიკჭორით და უთქვამს, რომ ვიცი ბატონი ვახტანგი ღვინოს არ მიირთმევს, არ სვამს, მაგრამ ის იმხელა შრომას ეწევა, რომ მისი განუმეორებელი ფეხები შეუფასებელია და ამიტომ ის დაღლილი ფეხი ღვინის აბაზანით, ასე ვთქვათ, ღვინის აბაზანები გაიკეთოს და აი ამითი განიკურნოსო. უზომოდ დიდი იყო ეს სიყვარული, უზომოდ დიდი უბრალო ხალხისგანაც, რომელიც უფრო მეტად ავსებდა მას, უფრო მეტად აბედნიერებდა მას და ახარებდა ძალიან. ასევე რუსუდან აბაშიძე, მისი მოსწავლე, იხსენებს, რომ ერთ-ერთ თუ შქალბატონს მოუქსოვია მისთვის ეგრეთ წოდებული პაჭიჭები და გულში ჩაუკრავს, რომ მე რა ვაჩუქო ამის სამაგიერო, ხოლო თვითონ რუსუდანის დედა 60 წლის გამხდარა და არ დავიწყებია ვახტანგს 60 წითელი მიხაკი მიურთმევია მისთვის, რომ ეს ჩემგან დედას დიდი სიყვარულით მიართვია. თვითონაც ძალზე ყვარებია თავისი დედა, უზომოდ ყვარებია და როდესაც იგი გარდაიცვალა, ხშირად აკითხავდა ხოლმე ადიოდა საფლავზე და აი რუსუდანიც ახლდა ერთხელ და მოუნდომებია მას, რომ საფლავი გაესუფთავებინა. რა თქმა უნდა, ვახტანგმა არ დაანება, საკუთარი ხელებით უნდა გავწმინდო დედაჩემი საფლავიო, უთქვამს და საგულდაგულოდ გაუწმენდია და გაუსუფთავებია. მას მანქანა ემსახურებოდა, მაგრამ თვითონაც უყვარდა თურმე სიარული მანქანით მარტო და საკმაოდ ჩქარა ყვარებია სიარული და თუ ვიღაცა ნელა მოძრაობდა, ნებისყოფა არ ყოფნიდა და წამოიძახებდა ხოლმე თურმე გადასძახებდა იმ ნელა მოსიარულეს მიმავალ მანქანას, რომ что ты старик და ეს გამოთქმა როგორც კი ასე ვთქვათ, ამას იყო და ყველას ეცინებოდა, იმიტომ რომ ეს იყო უკვე მისი დამახასიათებელი გამოთქმა, რომელსაც ყოველთვის ამბობდა ამ დროს. და მას თურმე მეხსიერება ღალატობდა, თავის საკუთარი მანქანის ნომერი არ ახსოვდა და როდესაც ერთხელ მოპარეს მანქანა, თავის ერთ-ერთ დას დოდოს დაურეკა თურმე, რომ
ნომრები შეეხსენებინა და მას ეთქვა ნომრები, რომ შემდეგ ეს მანქანა ეპოვათ. ასევე არ შეეძლო უარის თქმა. ერთ-ერთი საკმაოდ უნიჭო ვალერინა მისულამასთან მთავარი პარტიის შესრულება მოუთხოვია და მას პირდაპირ არ უთქვამს უარი, უთქვამს, რომ დაფიქრდებოდა. დაიჭირეს მისი სიძე და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშწორება, ეგრეთ წოდებული და იმედი ჰქონდათ, რომ საზღვარგარეთ იყო წასული, იაპონიაში იმყოფებოდა 6 თვის განმავლობაში და სპექტაკლები მიმდინარეობდა იქ და ფიქრობდნენ, რომ საერთოდ აღარ ჩამოვიდოდა იქიდან, მაგრამ მან ვერ გაძლო და თავის ქვეყანაში მაინც დაბრუნდა. რუსუდან აბაშიძე იხსენებს, რომ ერთხელ მივიდა მასთან მაესტრო, ანუ ვახტანგ ჭაბუკიანი და უთხრა, რომ მას გედების ტბაში მთავარი პარტია უნდა ეცეკვა. იმდენად გაოგნებულა ამის მოსმენაზე პირველად არც დაუჯერებია რუსუდანს, მაგრამ უთქვამს, რომ პირადად მოამზადებდა და ამეცადინებდა მას. საქმე 10 დღის განმავლობაში მუშაობდა მასთან ერთად თურმე და ასწავლიდა, ხვეწდა ამილეთებს და საქმე იმაში იყო, რომ ამ პარტიას მხოლოდ მისი დიშვილი, უსაყვარლესი დიშვილი ეთერ ჭაბუკიანი ასრულებდა, ცეკვავდა და როდესაც ეთერი გარდაიცვალა, ეთერი თავის გვარზე ჭაბუკიანზე ყავდა გადმოყვანილი და გარდაიცვალა, თვითონ ისეთ ცუდად გამხდარა, რომ ყველა ამბობდა, საერთოდ ვეღარ შეძლო სცენაზე დიდხანს დადგომა, რომ ორი ჭაბუკიანი ერთად დაკარგა ოპერის სცენამო. და იმიტომ გაუკვირდა ასე ძალიან რუსუდანს, ქალბატონ რუსუდან აბაშიძეს, რომ მას უნდა შეესრულებინა ეს პარტია. და როდესაც ეს პარტია შეასრულა, მისი კულისებში მისი პატარა გოგონა ნინიკო შემოვიდა და მას უთქვამს, ახლა დროა, რომ შენ წახვიდე და ნინიკო შემოუშვა სცენაზე, იმიტომ რომ იცოდა, ხედავდა, რომ ნინიკოსაც არაჩვეულებრივი მონაცემები ჰქონდა დედის მსგავსად. 30 წელი იყო მისი შრომისა ძალზე ნაყოფიერი. ზენიტი იყო ფაქტობრივად პროფესიული კარიერის. შემდეგ 30 წელი იყო ძალიან დიდი ტრაგიზმით სავსე. 1972 წელს იგი თეატრიდან გაათავისუფლეს და ეს მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაუპატიჟებია ჩაიზა და ყველაფერზე უსაუბრიათ თავისი გათავისუფლების გარდა. ვახტანგის უსაყვარლესი დიშვილი ეთერი 1968 წელს გარდაიცვალა და ვახტანგმა, როგორც ვთქვი უკვე, ძალზე განიცადა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ მისი შვილი მოინდომა თამარმა და ვახტანგმა ერთად, რომ გაესინჯათ არაჩვეულებრივი მონაცემები აღმოაჩნდა ეთერის ქალიშვილსაც, მაგრამ ეთერის მეუღლემ სასტიკი უარი განაცხადა, გვეყოფა ის ტრაგიზმი, რაც განვიცადეთ და საკმარისიან უკვე ეშინოდა, რომ სცენაზე დედის მსგავსად თავის შვილსაც რამე არ მოსვლოდა და უარი განაცხადა და ამიტომ ვახტანგ ჭაბუკიანსაც აღარ დაუძალებია მისთვის არაფერი. ამბობდა, რომ საოცრად გავს ეთერის და უფრო მეტად მიმძიმს, როდესაც კი უყურებდა
მის შვილს, ეთერის შვილს და იხსენებენ დიშვილიშვილები, რომ იმდენად გაუძნელ და ეთერის გარეშე ყოფნა, როდესაც ის გარდაიცვალა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეთერი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ საჩუქრებს, ტანსაცმელს ვერ ვიცვამდით და არ გვეჭირა ხელში, არ გამოგქონდა არც აქსესუარი, არც ჩანთა, არც ტანისამოსი, რომ არ შეეხედა და უფრო მეტად ის ტკივილი არ გამძაფრებოდაო. დაიჭირეს თენგიზ რუხაძე, მისი დიშვილი და მოსთხოვეს მას, რომ დაებრალებინა საკუთარი ბიძისთვის, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი ვახტანგ ჭაბუკიანის გამო დაიწვა, რომ ბრალი მიუძღოდა მას აი თეატრის დაწვაში და რა აღარ გააკეთეს, როგორ არ ეცადნენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მასზე. ერთ-ერთმა პატიმარმა სწორედ მის საწოლზეც ჩამოიკიდა თავი, ძალიან თრგუნავდნენ, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს თენგიზი და შემდგომ რომ აღარაფერი აღარ გამოვიდა, გაანებეს თავი მას და გამოუშვეს და იაპონიაში იმყოფებოდა ამ დროს ვახტანგი და იაპონიიდან აი ეს გასტროლების შემდგომ დაბრუნდა და შემდგომ 6 თვე იყო თუ 7 თვე იყო გასული, როდესაც გამოუშვეს მისი დის შვილი. ცუდად იყო უკვე ჯანმრთელობის გამო და მესამე სართულზე ცხოვრობდა და საკმაოდ მაღალი კიბეები იყო, მაღალსართულიანი იყო და ფეხით უწევდა ყოველთვის ასვლა, ჩამოსვლა და არ იღლებოდა ასევე სტუდია ქონდა, როგორც ვთქვი, გახსნილი და როდესაც ავარჯიშებდა მოსწავლეებს და ისე შედიოდა აი ამ რომ იყვიან როლში და ავიწყდებოდა თავისი ავადმყოფობა, რომ არც ჯდებოდა და სხვათა შორის რომ დამჯდარიყო, მე ადგომა ძალიან უჭირდა და ფაქტობრივად სულ ფეხზე იდგა და ისე ამეცადინებდა ბავშვებს. მას მეუღლე ყოლია ლენინგრადში ცხოვრების დროს დაქორწინებულა და შეურთავს ვალია კუზნეცოვა, ისიც ბალერინა ყოფილა და ყოფილა ვახტანგ ჭაბუკიანის გვარზე და როდესაც არსებობს მუზეუმში წერილი, შენახულია, რომ გული წყდებოდა ქალს, რომ ეს ბოლო დღე იყო უკვე მათი ქორწინებისა, უნდა მომხდარიყო განქორწინება და ბოლო დღე იყო, რაც მის გვარს ატარებდა. ყველა ჯილდო, ყველა წოდება აქვს მას მიღებული აბსოლუტურად, მაგრამ გული წყდებოდა იმაზე, რომ რუსთაველის პრემია არ მიანიჭეს და არ მისცეს საპატიო მოქალაქეობა, საპატიო თბილისელობა. ქონდა უსაყვარლესი ნივთები, ზარდახშა, ძველი საათი, წითელი ქურთუკი, კაშტანედები და თავის დიშვილიშვილს, როდესაც ესპანურს ეკავდა, ეს კაშტანედები აჩუქა. 6 აპრილს გარდაიცვალა თვითონაც, ეთერიც 6 აპრილს იყო გარდაცვლილი თავისი უსაყვარლესი დიშვილი და როგორც ეთერი დაკრძალეს 11-ში, თვითონ ვახტანგ ჭაბუკიანიც 11 რიცხვში დაკრძალეს მთაწმინდაზე 1992 წელს. გითხარით, რომ მისი ოჯახი ძალიან ხელმოკლე იყო, სოფელ დიღმიდან იყვნენ ისინი, მამა იყო მიხეილი, ხოლო დედა ელენე ფულიახი რიგიდან ბრძანდებოდა და ძალიან უყვარდა თავისი დედმამიშვილები
მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდი იყო, სანამ პერინის სტუდიაში გადავიდო და შემდეგ დაამთავრა პერინის სტუდია. 1924 წლიდან უკვე ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში იყო, მერე გადავიდა ლენინგრადში, სადაც ის მეუღლე ვალია კუზნეცოვა მოიყვანა, წამყვან პარტიებს ასრულებდა სულ ჩაიკოვსკის გედების ტბა, ზიგფრიდის როლში იყო იქ და გალინა ულიანოვა, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ბალერინა იყო, ამბობდა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს შემოაქვს მთელი ცეცხლოვანი ენერგია სცენაზე, როდესაც სერგეევს შემოაქვს ლირიზმიო და ეს სპექტაკლები აღშლაგეთ მიმდინარეობდა ამერიკაში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პარიზში, უნგრეთში, იაპონიაში, როგორც უკვე ვახსენე. მას დაუდგამს, ხო, თამაშობდა, პარტიას ასრულებდა დონ კიხოტშიც. 1941 წელს ზეჭაბუკის პრემიერა გაიმართა, საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს მას. 1941 წლიდან ბალეტმაისტერი იყო და ვაპურგის ღამე დადგა, 1945 წელს გედების ტბა, სინათლე 4 მოქმედებიანი იყო. 1950 წელს სოჭში აჩვენა სპექტაკლი გორდა. 1958 წელს ძალიან არაჩვეულებრივად შეასრულა ოტელო მოსკოვის სცენაზე. როგორც უკვე ვთქვი, უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა აქაც, საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც და საზღვარგარეთაც. მან ცეკვა ბოლერო შექმნა, ჰქონდა სპექტაკლი განთიადი, აპასიონატა, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისი მოწაფეები იყვნენ დღეს გამოჩენილი ბალერინები და გამოჩენილი კულტურის მოღვაწეები, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარეიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი, თვითონ ეს ქალბატონი რუსუდან აბაშიძე, როგორც უკვე ვთქვი ზემოთ, ეროვნულ ძირებს სცემდა ძალიან პატივს და 1990 წელს აღსანიშნავია, რომ 80 წლის თავი გადაუხადეს, 80 წლის იუბილეი იყო. იოსებ ჭუმბურიძე წერდა გაზეთ თბილისში, რომ შობელმა ერმა ზღვა სიყვარული მიუძღვნა მას, ხოლო გიგა ლორთქიფანიძემ დაწერა და თქვა, რომ დადგა ის დრო, რომ ღიად და თამამად ვთქვათ, რომ ხელოვნებას სამი საოცარი პიროვნება ჰყავდა. ეს არის კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი. ეს იყო მოკლე მიმოხილვა ვახტანგ ჭაბუკიანის ულამაზესი შემოქმედებითი ცხოვრებისა. დღეს ამით დავამთავროთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.